მაშინ ვერც კი ვიაზრებდი, რომ ეს პატარა მოქმედება შესვლიდა მთელ ჩემს ცხოვრებას. ჯიბეში 23 ლარი მედო. შემდეგი კლიენტი ბიზნესში საერთოდ აზზე არა ვარ, საიდან და როგორ მოვა და სასწაულის იმედზე ვარ. თუ ჯერ კიდევ ვერ იაზრებ, რომ საუკეთესო დროში ცხოვრობ, გეტყვი, რომ 2021 წელს, როდესაც ბიზნესი ჩამივარდა COVID-ის შემდეგ, არ იყო არც Facebook Reels-ი, არც Instagram Reels-ი, რომელიც გაძლევს საშუალებას უფასოდ მოიზიდო მიზნობრივი აუდიტორია და შესაბამისად კლიენტები. ყველაზე ნაღდი გზა მაშინ კლიენტების მოსაზიდად იყო Facebook-ის ფასიანი რეკლამა. და ამ ერთი პატარა ცვლილებით, რომელიც შევათანხმეთ ჩემს მეუღლეს, შეიცვალა მთელი ჩვენი ცხოვრება. სანამ გავუშვებდი ჩემს ვიდეოს რეკლამაზე, გადავწყვიტე, მოდი, აბა TikTok-ზე ავტვირთავ. ადრე მეგონა TikTok-ი მარტო ბავშვებისთვის იყო, ცეკვისთვის, ღლიცინისთვის, რაღაც დებილობა იუმორისთვის, მაგრამ სერიოზული ვიდეო, სადაც ყვები ჩემს ისტორიას, რომელიც ასევე ექსპერტულია და იზიდავს მიზნობრივ აუდიტორიას, ეგეთი ვიდეოები, საქართველოს თითქმის საერთოდ არ შემოხვედრია და, ჯანდაბას მეთქი ავტვირთავ, რას უკარგავ. მაინც ხომ უფასოა TikTok-ზე ატვირთვა. ვტვირთავ ვიდეოს და ზუსტად როგორც კი დაპოსტვის ღილაკს დავაჭირე, ზუსტად იმ მომენტიდან შეიცვალა მთელი ჩვენი ცხოვრება. ზუსტად 24 საათში ეს ვიდეო აგროვებს 100,000 ნახვას. 100,000 ნახვას ისე კი არა, რომ ახახახა როგორი ვიდეოა. 100,000 მიზნობრივ ნახვას. სადაც გავსებული იყო ჩვენი Instagram-ი 99+ აწერდა, იმდენი მესეჯი შემოვიდა, ვისაც უნდოდა ჩვენი პროგრამის ყიდვა. და ზუსტად ეს ძალა აქვს გამყიდველ ექსპერტულ ვიდეოს, რომელსაც არგებს შენს ბიზნესს და შეგიძლია ფასიანი რეკლამის გარეშეც კი ძალიან მიზნობრივი აუდიტორია მოიზიდო. და თუ ამ გამყიდველ ექსპერტულ ვიდეოს შემდეგ უკვე გაუშვებ რეკლამაზე, ხომ საერთოდ 10-ჯერ და შეიძლება 100-ჯერ მაგარი შედეგი მოგიტანოს, იმიტომ რომ უკვე იცი, რომ ფასიანი რეკლამის გარეშეც კი იზიდავს კლიენტებს. ზუსტად ამიტომ აქვს უფლება გითხრა, რომ მე ვასწავლი გამყიდველი კონტენტის შექმნას ბიზნესებს, ვისაც უნდა გაზარდოს თავისი გაყიდვები და ავიდეს ცხოვრების რადიკალურად განსხვავებულ დონეზე. თუ მზად ხარ შენი წარმატების ტრაექტორია შეცვალო და აფეთქო გაყიდვები შენს ბიზნესში, მომწერე პირადში და მანდ გავაგრძელოთ საუბარი.